მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა, როგორ ბრძანდებით, როგორც ხედავთ, სამივე წყობში ვართ. მინდა ერთი ვიდეოთი დავიწყო, ეს არის ვიდეო იმის თაობაზე, თუ რაზე დაიჭირეს რატიანი, ხო? ზვიად რატიანი, ხო. ზვიად რატიანი, უბრალოდ ერთი ვიდეოა მცირე, ხმაც არა აქვს, გავუშვათ, აბა. აი. ხო, ნუ მე ერთი რამე მინდა გითხრათ პირდაპირ და დაუფარავთ რა. როცა სვავს ეს კაცი, კონტროლიდან გამოდის. და სახში გავდეს ვინმე პატრონი, რომ ესეთი რაღაცების უფლება არ მისცა. თუ ეხალისება გარკვეული ვადით ციხეში წასვლა, წავიდეთ კი ბატონო. ანუ კარგი პოეტობაა, საშუალო პოეტობაა, ცუდი პოეტობაა, ნებისმიერი პროფესია ინდულგენცია არ არის მეგობრებო. ასე რომ მინდა ვისაც ყავს ახლა ჩავარებული ეს კაცი მიხედეთ, თორე კარგი, ნუ ეს არის ისტერია, ეს არის სიგიჟე, რომელსაც ჩვენ ხედავთ თბილისის ქუჩებში, მინავლებულს უკვე და რომელიც უკვე გადადის რაში, იცი, აი კედელს რო ძალით ენარცხებია და ჭახაჭუყის ხმა რო ისმის სახიზვლების და ნუ აი რაღაცნაირად ხო იცი მოხუცებს და ბავშვებს ასანს რო გამოაჩვენა. არა, რაშიც არ უნდა გადავიდეს, ნუ სრულად დისკრედიტირებულია ეს არ ვიცი გარე კი არა ეს დივერსანტული ძალები და გუშინ თქვენ გაუშვით ის აკაცუკების ცეკვა და რაღაცები. ხო, ნუ ეგ ძალიან მაგარი ვიდეო არის. აი მე სულ ეგეთ შემთხვევებში მახსენდება იმაში იყო ხო ძველ საბერძნეთში ფსიქოდელიურ ღვინოებს რო დალევდნენ და შიშვლები რო დარბოდნენ მე წეკვავდნენ. არა, მარტო ორგიაც აიყო, აი კარნავალურობა, რომ შენ დემონურ ხო, შენ დემონურ თქვათ ყველაზე საშინელ მეს რო აუშვებ რა და ეხლა მან რაც უნდა ეს ზვიად რატიანი ცალკე ხო მართლა მისახედია აი მანთელიეს მონსტრების კორპორაცია რაც აქვს მარტო სახელები ოლსტარია ამათ გაუშვეთ მან საკითხი რა არის რომ საზაბურჯულაძე მეგონა უცბად არა მარტო თემა როგორ დააყენეს რომ სამართალ დამცავზე ხელის დარტყმა უნდა იყოს რაღაც ჩვეულებრივი აქტივიზმის ნაწილი. აბა ბიჭო. იმიტომ რომ ანუ ეხ გუშინ სანამ ჩვენ ამ კადრს ვნახავდით, ხო? უშუალოდ რაზე არ დაგავ. მანამდე ხო თელი ისტერია იმაზე აიწია, რომ რეჟიმმა დააკავა მორიგჯერზე ყოველგვარი გარეშე ქართველი პოეტი, ხო? უცებ უყუროთ, რომ გაც მიდის და პოლიციას ხელს უთხოვს თან ისე რომ არაფერი გამოუწვევი ის არ არის, რომ სულ ამასთან მივიდა ვიღაცა და რაღაცა რომ დაუშვა. მაგ ინტერპრეტაციის ველსაც გიქრობს რა. იქ იმაზე რა ქვია სასამართლო პროცესზე რომ ვიღაც მასწავლებელმა ის ემოციას რო ხელი დაარტყა, იმაზეც ანუ ეს რა რეჟიმის ტყვე და აბსოლუტურად ყველაფერი კადრებში კადრებზე აღნიშნავს. სად არის სახელმწიფო, სადაც სამართალ დამცავზე ხელის დარტყმა არიჯება, ის გავიხსენოთ რა ყოველთვის ეხლა აქციები რო იყო ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა რა თქვა რომ თქვენ თუ შეეხებით ჩვენ პოლიციელებს ფლორიდის მე მგონი ფლორიდის შერიფი კი ბატონო თუ ამ პიროტექნიკას მიუშვერთ ან მოლოტოვის კოქტეილს ისურით არა არ ყოფილა ეგ არის მთავარი უნდა იცით მთელი მუღამი ეგ არის ვეტყვით თქვენ მშობლებს და თქვენ მეურვეებს სად ნახოთ თქვენი ნაკუწებიო ნეშტი კიდე ლამაზად არის თუ თქვენ გზას გადაკეტავთ უკანონოდ არა გზაურს უფლება გადაგიაროთ მძღოლს იმიტომ იქ ხო თან დიდი მანქანები ყავთ ფორდის პიკაპები და რაღაცები თუ თქვენ ესე იგი ჩვენ შეგვაფურთხებთ ან შეგვაგინებთო ჯერ მაგრად გაილახებით და საავადმყოფოდან წახვალთ ციხეშიო და ჩვენ ძაღლები ან ჩვენი ლამაზი ძაღლები დაკმენენო და ეს ლამაზი რატო აქვს ამერიკელებს ტრამპი ლამაზ თვითონავებზე იძახდის ხო და იცი რა არის შალვა ჩვენ მართლა ეს პერიფერია კი ვიყავით ამ 30 წლის განმავლობაში თან ისეთი პერიფერია რომ მიუბაძეთ უცნაურ დასავლეთს რომელიც ორიგინალიც არ არსებობდა მაგრამ ჩვენ ისეთ ასლს მიუბაძეთ რომელიც ესე იგი უდიდეს დასავლური სტანდარტ მიუხედავად იმისა რომ ისინი სხვა ტრადიციით მივიდნენ ამ ყველა ფრამდე ხო ხო
პირიქით დასავლურ პრაქტიკას ვერ ვახორციელებდით. აი მე სულ ამას ვიყენებ მაგალითად MeToo-ს ჰარასმენტის კამპანია რო იყო. იქ ბიჭო წლები ხო იქ ადამიანებს წლები გაუძლო იმას რომ ჯერ არც ეგ არ იყო კარგი, მაგრამ და სიგიჟე იყო, მაგრამ 20 და 30 წელი კინემატოგრაფში, სასამართლოში ეგ кейსები არსებობდა და ჩვენთან კანონი არ გქონდა მიღებული. პარტია გვყავს ოპოზიციური, რომელიც ჰარასმენტში კი არ არის შემჩნეული, პირდაპირ გაუპატიურებებს შემჩნეული და რა ვიცი. თქვენ თუ ნახეთ და ჩვენ უფროს თაობაში მოტაცება იყო ესეთი თამარა ჩერგოლეიშვილის რეაქცია ირანის დაბომბვაზე. ხო, ეგ მანია. რომელი კაცო ლამაზი ჩიტები, ლამაზი. ხო და მე დღეს ვნახე. არ რატო ვამბობ ლამაზ თვითვინავე? უბედნიერესი რო ყვება. თვითონ რო აიძახეს რომ ვერავული ვარ წავალო აუზეო გავიქო აღნიშნავ. აპეროლი თუ ნაავნიშნოთ. გავგეჟდიო ეხლა რა. არა, თვითონ რო ამბობს ეხლა მე რაღაც ისულელებს ლაპარაკობ, წარმოგიდგენია? ანუ ომის ფეტიშისტები არიან. არა, ხო, ძალადობის რაღაცა ამერიკული ბომბის ფეტიშისტები. როგორ არის? ტორეს ამოსიმ რო დაწერა კიდე ის რომ ერთიო ტომაჰოკიდან ნასროლი ბომბა ჭირდებაო საქართველოს დავასრულებთ. იცი რა არის შეიძლება მან როგორ არის იცი რომ რაღაცას ბალეში ყოფდა, მაგრამ გამოხატავს. არა, როგორ არის? აი ეს არის როგორი აქვს ძალიან დიდი სიძულვილი ჩვენდამი, საშინელი სიძულვილი. აქვს უძალობის განცდა, ოღონდ ამას საკუთარ თავს კი არ აბრალებენ. აი მაგალითად საკუთარ თავს ამომრჩევლის დაკარგვას არ აბრალებენ. ხო, ყავდათ ეს 800.000 ამომრჩეველი. ხო, ხალხმრავალი აქციები ხო ტარდებოდა. და სად არის ეს? მართლა 8 ოპოზიციის ლიდერი დაიჭირა ხელისუფლებას, უბრალოდ კანონიერად, მაგრამ ხომ დაიჭირა. არც გარედან არ არის არანაირი ხმა, არც ძახილი. ვიღაცა პუსტა ტიპები ევროპელები ლაპარაკობენ. ჯო უილსონს ძალად არ არის ხო? ჯო უილსონმა გააკეთა განცხადება, სხვათა შორის. და არ არის ძალის განცხადება. იმაც გააკეთა. გაცილებით ნაკლები ძალის განცხადებები, ვიდრე თავის დროზე ეგრეთ წოდებული რუსული კანონის მიღებისას დაგვაყარეს. გაცილებით დაბალი დონეა. მოდი გავუშვათ ახლა პატა ბურჭულაძე. აი პატა ბურჭულაძე რო იქნება ლიდერი, აი უარესი მოგივათ. გავუშვით. ყველა იძახის რომ ერთიანობა საჭიროა. ყველა არ არსებობს ადამიანი რომ იძახის არ არის ერთიანობა საჭირო. მაგრამ რატომღაც არ შედგა ეს ერთიანობა, რა? რატომღაც ისა. აი მე ბედნიერი ვარ რომ როდესაც მე ვთხოვე პოლიტიკურ პარტიას მობრძანება და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვიდნენ ყველანი დავჭეკი დავილაპარაკეთ და ჩვენთან რაღაცნაირად შედგა ეს. შედგა იმიტომ რომ ჩვენ არ ჩამოყალიბდით როგორც ამე საარჩევნო ჯგუფი, როგორც პოლიტიკური პარტია. ჩვენ ჩამოყალიბდით როგორც ეროვნული ესენი არიან მეგობრებო ძალიან აქტივი. ეროვნული მოძრაობა ვაი თქვენ პატრონს უბედურს, მაგრამ თუ ვიღაცას დაპატიჟებთ და საარჩევნოთ არ დაპატიჟებთ, ანუ საარჩევნო კოალიციის შექმნის ფონდში არ დაპატიჟებთ და დაპატიჟებთ რომ ყავა ან რაიმე საჭმელი მიიქონ დაждებიან. დაждებიან ხალევაზია, მაგრამ მუქთა უბოს კარგიაო რა და ეს რო დაგიბარებს და ეს რო შეკრავს. ამა ხო დაანუსა და რაღაც მაგის პროპაგანდირება თუ ხელახლა გაცხრობა მაგთებს აღარ ხდება რომ ფიჭური კავშირგაბმულობებით ჩავატარებთო არჩევნებსო. მაგაზე რა ხდება? როგორ მიდის? მე მგონი ტელეფონები ისმინება. არა, ეს იდიოტია. მე მგონი ამას უნდა კოლ-ცენტრის ლეგალიზება. რეალურად იმის ლეგალიზება. რო შეუვარდება მის რა ქვია კიბერუსაფრთხოება ამ ფინანსური არა ჩვენ არჩევნებს ვატარებთ კოლ-ცენტრში კი არ ეკავთ. გენიალურ ფილმში რო არის ჩიკაგოს ფილიალს რომ ასე თქვათ დაცვავს ბოსტონის ფილიალს გენიალურია აი დაახლოებით ესე აქვს წარმოდგენილი კომპიუტერული ტექნოლოგია კომპიუტერი 1-2 ეხლა შევალ ბოსტონის ფილიალში და გადმოვიწყალ საწყალი გარდაცვლილია ღმერთ მარცხონოს უკვდავ ფილმში ეს რა ქვია ფილმს თუ იცით აპოკალიფსი აღარ იქნება მართლა არ იქნება და მაგარი ირინას არიშვილი მიცვალებული აღდგა მეგობრებო სალომე ზურაბიშვილიც შეიძლება დაეჭირათ ეგრო და მე მოდით თუ რამე კარგი იქნებოდა აი პირდაპირ ვამბობ საქმისთვის მე რომ ეხა სალომეს ადგილზე ყოფილიყავი დავაჭერინებ ნუ ჩქარობს ირინა იმიტომ რომ ისე გახარიაც გვარამიაც ხაზარაძეც მეორე დაბარებებით საქმეში უწერია თულუკიას ქვეყნის საზიანოდ ქმედებები ინგა მე აქ სალომეს დაჭერაზე დღეს რო დაიჭერენ სალომეს და დღეს რო იჭერენ ხავს მე გეუბნებით მაშინ როცა იყო დაპირისპირება მე მეგობრებო გაჩერეთ მე მეგობრებო
მე ვინა ვარ, მაგრამ დავფიქრდებოდი საინტერესო წინადადება შემოგთავაზა ირინეს არიშვილმა. არა, ყველაზე მაგარი რა არის, რომ მოგიწევს სახელის გადაგეთება ირინედ. ხო და საინტერესო რა არის, რომ თავს დავაჭერინებდიო, ამად გონიათ, რომ როგორი თემა, იცი, რომ აი რო დააჭერინებ, რომ ასე ვთქვათ, ციხეში წავა ერთი, მეორე, მესამე, რაღაცა პრობლემა იქნება. ხალხს ეზიზღება და ირინეს არიშვილი საერთოდ ისე შავამ ძალიან სწორი პოინტი განავითარა. ეს შეიძლება ვთქვათ ვიღაც ძლიერ პოლიტიკურ ფიგურაზე იყოს საქმე, როდესაც მაღალი სიმბოლური კაპიტალი აქვს, ინსტიტუტები ქვეყნის მორყეულია და იმ ლიდერს რო იჭერენ და ზურა ჯაფარიძეს რო დაიჭერს, საშუალო სტატისტიკურ ქართულს უხარია. შეიძლება ესე მე TikTok კომენტარებში ვკითხულობდი რა, რომ ვიღაც წერდა რომ ძალიან არ უხარ ფეხებზე კიდე. ფეხებზე კიდე უფრო ვერ გამოხატავს, რატო იცი? ქართულს ახლა თვადის რო შენ კაცის გაჭერა გეხაროთ და ესე არ გამოხატო, შევიკავო თავით რომ გულის სიღრმეში მიშას დაჭერა გაუხარდათ და ნახე TikTok კომენტარებში შევედი რა გაზეთა მოკლედ წერენ რომ ვისაც კაცის დაჭერა გაგიხარდათო რა ამ ჯაფარიძეზე და იმას ვიღაც უძერს რატო ესენი კაცები არ არიან ნოტარი ბაზარი არ არის ბიჭო, მოდი დაჭერაც არის და დაჭერაც. ესეთი 7-თვიანი საგულაო სროკი მისცეს. ო, იგი ივარჯიშებს, ციგნს წაიკითხავს და რაც არ წაიკითხია, იმას წაიკითხავ და განსაკუთრებით. აი ხაბეც რაღაცნაირად მოახერხოთ, რომ просто ხაბეზე არ ვრცელდება. არა, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ცხოველს ვერ დაიჭერ მართლა. აბა როგორ უნდა დაიჭირო? ვერ მოარგებ დანაშაულს. დაჟე არ გაუშვა. კი რა, გაუშვა ჩვენი ძმა. ან ბოიკოტში წავიდეთ ერთად, არ მაინტერესებს, არ ვიქნები ხა არც ერთის მომხრე ამ წუთას, ან ეს 4 პარტია ადგეთ და ბოიკოტი გამოაცხადოს, ან ერთად შევიდნენ არჩევნებში და ვიბრძოლოთ. ერთობა უნდა დაანახონ ხალხს. ჩვენ რეალურად არანაირი პოლიტიკური გახარია. აი, ცოტათი თვითკოტეს ტიპაჟი არის რაღაცნაირი. თვითკოტე ბევრად დასტოი მიიღო. ხო, ნუ ბევრად დასტოი. ანუ ცოტა არა, მე სერიოზულად ვარ. ობრაზნი და თვითკოტე. ხარიზმატული ობრაზნი. ფრიკი ხო არის. თვითკოტეს ყურებადი იყო პირველში. მე შევქმნი თვითკოტე. ეს მე არ შემიქმნი. იუმორით იყო სავსე. აი მაგაში ესა დევიაციის სავსე. არა, ანუ ეს არის ესეთი ტიპი. ანუ მოუწოდა თავის პატრონს, ჩამოდი და არჩევნებში შედიო. ხო და რავი ჯერ მაგას უთხრას რომ გაქცეული რა კვირა. და ადამიანი რომის არც ერთი პროგნოზით არ გამაზულა, გენიოსი, პიცონი შეიძლება ითქვას ხურსონი. ხუხინიო. გამორებ ხელისუფლების ამოცანა არის წყნარი თაფლი და მურაბა არჩევნების ჩატარება, ხო? ამ არჩევნებში არ იგულისხმება არანაირად არც გახარიას არავის მონაწილეობა, რატო? იმიტომ რომ ამა უნდა ჩაიაროს ძალიან შვიდ გარემოში და ეჭქვეშ ვერავინ ვერ უნდა დააყენოს ხელისუფლების გამარჯვება და მე გამოვლენ იძახებენ ვიღაც რადიკალებმა არ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ეგ რა, აი 10 პარტიამ მიიღო მონაწილეობა და გადალახეს ბარიერი, ის მოხდა, ეს მოხდა, დაშვებულ ესე რომ ვთქვათ, ფარგლებში გააკრიტიკებენ მონაწილეობა. გააკრიტიკებენ კიდევაც თავს და ანუ ეს 10 პარტიამ მიიღო მონაწილეობაო. არა, ეს ამბობს რომ ეს რასაწვება, რომ უნდა მიიღონ მიუხედავად იმისა, რომ გახარია გაქცეულია პარტიის ლიდერები დაჭერილები არიან. აი თუნდაც იმ ჟესტით, რომ არჩევნების დასრულებამდე ციხეში წავიდა ამდენი ეგრეთ წოდებული ლიდერი. არ ჩანს, რომ ფეხებზე კიდია ქართულოს ესენი მონაწილეებს მიიღებენ. რუსთავი ორთან ყოფილა აქცია მედიის მხარდამჭერი და აუ დაგვერდა. იცი რამდენი რუსთავი ორთანათო? იცი რამდენი ხალხია? 20. არა. 3. არა. 1. არა. 8. ოი ხალხი ვერ გავარტყავდი. ბეშ. ეგრე ვერ გავარტყავდი. ვიო, ანუ ტიპი ამბობს, რომ არჩევნებში არ უნდა არავის მონაწილეობა და მე იტყვიან რომ 10 პარტიამ მიიღო მონაწილეობაო და რანაირად და რომელად პარტიაზე ლაპარაკობ? ან 10 პარტია ვინაა? ხო. კაი, მოდი გავუშვათ საბაბუაც. ეს გვჭირდება ზუსტად პოლიტიკური სიცხადის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და მორალური სიცხადის შენარჩუნება და ეს გზა ანა გადის პირველ რიგში ოპოზიციის მხრიდან ერთიანი ძალისხმევის შექმნაზე და ერთიანი მოქმედების შედეგად წნეხის და ზეწოლის კიდევ უფრო მეტად გაზრდაზე. ეს არის დღეს ჩვენთვის მთავარი ამოცანა, რომ მოვახერხოთ, რომ შეიქმნას ისეთი ტიპის ერთიანობა, რომელსაც საზოგადოება დაინახავს როგორც ძლიერი ალტერნატივა, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს ეს რეჟიმი. აბაშეც. მეგობრებო, ნებისმიერ ერთიანობას ჭირდება ლიდერი.
არის უკვე ესეთი ერთიანობა, ფსევდოერთიანობა შექმნილი, სადაც ჩერგო არის თავარი დამწყვლელი, ეს არის ბაბაიაგას მიერ ბაბაიაგას მეთაურობით. ერთიანობა რო კი არა და ლიდერი რო ჭირდება, მაგალითად ეხა ვინც ეს გააჟღერა, არ არის ლეგიტიმური სპიკერი მაგისთვის, რომ ლიდერი იყოს ბაბაიაგა? არა, საბაბუაძე. ან მისი მეგობარი გრიგოლ გეგელია ერთად ვერ შეძლებენ, რომ ერთი ლიდერი გამოვიდეს ორიდან. ორიდან ერთი. კაი, თაზო და დათო თაზონაშვილი. დღე იყოს ერთი, ღამე მეორე. და დათო თაზონაშვილიც დაამატეს 3-დან 1 გამოიყვანა. უხრისას იყოს დაზო, თაზო, დათონაშვილი. კაი, მოეძახი რა, დაზო. აპირიქით, დათო თაზონაშვილი. ჩვენ ვიცით, რომ ბაბაიაგას უცხოელების დავალებით აქ შექმნილი რაღაცა პლატფორმა, ხო აქ? პლატფორმა, წინააღმდეგობის პლატფორმა, აქ. სალომე ჯი. ბაბაიაგას. ხო. აქ შექმნილი. ხო. ეხა ეს ბაბაიაგა ეუბნება ამას, რომ რას მიედ მოედებით? თუ გინდათ რომ იყოთ ერთიანები, აგერ არის პლატფორმა. ბაბაიაგა ეუბნება. ხო, избушка на курих ножка хвак. избушка. Стан клесу. Задам кавне перед. და ჩერგოზის ხო ყავს ოჭოფეხებიანი. ოჭოფეხებიანი წასენ. ის არის ბოლოიარა. მოხედია ცირკი რა, მაგათი. ბიჭო, არა, ეხა შენ წარმოიდგინე. არა, ეხა შენთან ამათ რო ჭუაკონდეთ. მე მოვაბილიზებდი როგორ ფრიკ შოუს იცი რომ პროსტა შეეშინდეს. არა, ნახე, პროსტა შეეშინდეს ყველას. გინდა სამართალდამცავი და სანებით სადგური გაიყვანს მაგათ. აი, მათაც რო შეეშინდეს. სანებით სადგური ვითხების არაშინდეს. ის რო არის ზომბების ის ტიპი რომ მიდის პატარა მაიმუნიც აქ არისო. მან დრო 3 ზომბი შემოდის. მე მაგათ ჩავაყენებდი სათავეში. პატარა მაიმუნი. არა, სათავეში არა, უკან. პატარა მაიმუნი. ნენსი ოლანდი. კი ბატონო. მოდი ერთ დავიწყო, ნენსი ოლანდი. კი. ის ლაზარე არ დაგვავიდა. ლაზარე არ არის. შეხედე ჩერგოს ეს ცირკი, თავისი ცირკი და თვითონ ჩერგო. თვითონ ჩერგო არის ადამსვემილი. აი ეს მოცეკვავე აკაცუკები. მოცეკვავე აკაცუკები. თავის ცეკვით რომ მოდიან. ის ორი გოგო თუ 3 გოგო რომ ღერის არ იქნება ხაბე არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა მუსიკალური გაფორმება მუსიკალური ან წარმოიდგინე ბარაბნებით მოდიან ეგენი სამწუხაროდ გამოგვეცავდნენ სახიობები არა კან მე სერიოზულ გამოგვეცავდნენ იმენა ვერ შეეხები მაგათ როგორ არა რითი დიხლოფოსებით ან ნაკურთხიწყლით მაგრამ არის იმას ხოჭო რო იყო ხო გახსოვს ფაროსანი მაგის წინააღმდეგ ტრაქტორები გამოიყენებოდა, მოდიოდა ტრაქტორი და აფრქვევდა უზარმაზარ ნაკადს შხამქიმიკატებისა და მაგით უნდა ებრძოლო რა. ხო, მაგრამ რაძალა იქნება. მაგრამ როგორ არის ფაროსანას ჰქონდა ძალიან კარგი იმუნიტეტი და შეიძლება გადარჩენილიყო და ასევე ამათაც ეხლა ამ ცეკვას შენ ვერ გააჩერებ ხალხის გაზაფხულს ცეკვას. არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ხალხის გულიდან გამამდინარე. გამამდინარე. კახური რო იყო. არის რა სამართალი, არის კება მშვიდობაი. კუთხურად ეცა. რომელი კიდე რა? ცეცხლი ორი გარკი. არა. ცეცხლი ორი გარკიას როგორ იქნება კუთხურად? მეგრულად ცეცხლი როგორ არის? მეგრელი ხო არა ხარ, აი. გამარჯვება. ხალხშია. ზალა ერთობაშია გამარჯვება ხალხი. არა, ნუ სხვანაირად არის. გამარჯვება ხალხშიდა. ხალხშიდა. ისი ზალა კიდო ერთობაშია. შენ რაჭულას გააკეთე. კეთი დევდარია. და გედევა პოპყაძეც ყვა. გახსოვს ბოლო გადაცემა იყო ოპოზიცია რომ გავლანძღე რო არ ერთიანდებიან თორე ოპოზიციის აი ამ იმის რა ქვია იმედის პოსტივის საზმაუს და რუსთავიორის პროპაგანდას რაზეც 13 წელია უკვე არის ეს ოპოზიცია არ ვარგა და მახსოვს აი გახარიას პარტიის წევრი წერდა რომ მოდი ჯერ ოპოზიცია ჩავრეცხოთ რაღაც ეს ვითომ ეხლა ბიძინა ივანიშვილს უნდა დაეხმაროს რა და ჩემთვის ეს ადამიანები დაწყებული მიხეილ სააკაშვილიდან დამთავრებული დღეს დაჭერილი გიორგი ვაშაძე კი მართლად ლაშას თქმის არ იყოს ეხლა რა ვიცი წავიდოდნენ ესენიც სიბრძნეში თუ იმაში რა ქვია მდუმარებაში თუ იოგაში თუ ბიზნესში არა გასაგებია ბიჭო სიბრძნეში და მდუმარებაში ვერ წავა მაქეთ ჯერ გახარიას მდუმარებაში შეუძლიათ და არც გახარიას და ხაზარაძეს როგორ უკბინა იმიტომ რომ ეს რაც უნდა რადიკალური
დივერსანტული ოპოზიციური ძალა არსებობდეს. ეს არის. მიშა საყუდრობს, იმიტომ რომ რატო არ ამ არანაც ტიპებს ვერ იტანს. ამას უფრო რატო არ დახვეწა. ხათაშორის მიშაშიც ხო არის განსხვავება, არსებობენ რაციონალური ნაცები, პოლიტიკური ნაცები და რელიგიური ნაცები. ეს რელიგიური ნაცია, რომელიც ამას არჩევნებში რატო უნდა კონდეს ხმის მიცემის უფლება, ეს ბოა დავაი მოკლათ. ანუ ეს არის აი როგორი ხანჟა ხო ეგზალტირებული ნაცი, იცი აი მიშა, ოღონდ დღევანდელი მიშა არა, ძველი დიდების. ერთობაზე რო ლაპარაკობთ, კიდე ერთხელ ვამბობ, აი კონკრეტულად რაში უნდა გამოიხადოს ერთობა. აი რა უნდა გააკეთონ ამ დედააფეთქებულებმა, რომ თვითონ ერთობა შეკრან ცეკვავენ ერთად. არა, ეგენი ერთად არის პატივცემული. არა, მართლა მოდი აი იმ გოგოსთან მივიდნენ და იცეკვონ. ერთად ყოფნა რა არის? პარტიები გაერთიანონ თუ ერთად დადგნენ სცენაზე. დადგებიან და ერთადაც ცალ-ცალკე კიდია ქართველებს ეგ ხალხი და ცალ-ცალკე ფეხებზე კიდია და რა უნდა გააკეთონ? ერთად რა უნდა გააკეთონ? ერთად და მერე გამრავდნენ. არა, ეგენი ვერ ამ ხალხს ბოში არ გაუშვდება იმაში რო არის ყვარყვარეში ხო იცი. მოდი გავუშვათ აი გედევან პოპხაზე, მაგრამ იძახის ერთად ყოფნაზე ისე რაღაც გავუშვით. სროლიდან უკვე ერთობაზე გადადის კედი. ან სიკვდილი ან გამარჯვება, აი ამ პრინციპით უნდა გამარჯვება. ძალიან მაგარი. მისტერ ბიგ ბოს. არა, კედი აღარ უბრალოდ. მე მგონია რომ ამათ ეს არის გედი ბოლოს სიმღერა, გედევანი ჯერ ხო ის თქვა რომ მეო პირობას გედეონი. მე პირობას ვიძლევი რომ ყიას არ გავისვრიო. ჯერ ხო უკვე არა გადაუდგები. და სერიოზული დამამშვიდებელი რამ თქვა ხა ქართული საზოგადოება ღელავდა და ელოდებოდა რა გედი აი გაისვრის არ გაისვრის ხო. ნუ მაგაში დაურწმუნდი. მისტერ ბიგ ბოს. არა ეხლა ნახე რა თქვა? ან სიკვდილიდან გამარჯვება. აცია დიდი ასოთი. კი. ოღონდ სხვანაირად უნდა თქვა, ან სიკვდილიდან გამარჯვება, ესე არის სწორი. კარგი, მოდი ახლა ბუღაძეც აღშფოთებულია და მამა არა, შვილი, გავუშვით. გამალაპარაკეს შვილი დაიწყებს ახლა ესე. რას ელოდება ეს ხალხი? ვის ელოდებიან აი ეს დიდი კაცები და ქალები, რამდენიმე პატარა გოგონა როგორ გადაკეტავს ქუჩას და როგორ რა პროტესტ გამოთქვას, ანუ აი ამ ბავშვების ხარჯზე უნდა იყოს ეს საქართველოს შეგადაკეტი მე უკვე ადვილია. მე პოეტი ხარ, აი რადიანმა დაარტყა. გააჩერდეს მაიმუნი რა. რადიანმა დაარტყა ხელი და წავიდა ციხეში. ეს ბავშვები კეტავენ ქუჩაზე. შენ რატო რა, შენს გადაკეტე. ვის მოუწოდებს? ეს უთავმოყარეო თაღლითი და ბანკროტი და სამარცხვინო ადამიანი გახსოვთ რუსთავიორი რომ ნაძარცვი და ნაყაჩაღარი რუსთავიორი რომ დაუბრუნეს თავის პატრონსა, ჩამოართვეს დამყაჩაღებლებს და ბანდიტებს. ეს არ წერდა რომ გადაცემას რო გვიხურავენ ბიძინავანიშვილმა გადაგვიხადოს ჩვენ ხელფასები. ეს დეგენერატი ბიჭო. აბა, თინა მოკუჭა. ეს უთავმოყარეო, ეს კაცის არ ამსგავსი, ნაკაც არის. არა, ეს არ ამზადე. ვინა? კატასტროფულად უნდა ეს აღიარება, კატასტროფულად უნდა ეს ლეგიტიმაცია და არქიტექტურის სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის სწორედ ამ ლეგიტიმაციის მიცემა, იმიტომ რომ ეს პროცესების ნორმალიზაცია არ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. საბოლოოდ ისე შევიდა შორის გუში გაძრავთ უახლესი iPhone-ი აქვს Pro Max-თან. ესმის? მაგრა იმუშავ. მე ყველა ლაპარაკობს ერთობაზე. ესე იგი სად არ დააბრუნეს, გადაცებული ვიყავდათ. გუშინ დავშვიდე შეკითხვა. დაბრუნდა ხო? არა, მე მაინტერესებს რა ბედი ეწია, ვინ მოიტაცა? რატო არ ითხოვე გაბოძიებას? ხო, თუ ძუყნეს, ვინ ძუყნა, თუ დააშინა. მე მგონი კიდე მოტაცებულია. მე მგონი ამან შეუკვეთა, ხო იცი, მოტაცება. ან მე მგონი ის სასტუმროში მოტყდა. ამან შეუკვეთა ერთი კაი ძევჭატნიკი თუ რაღაცა. მე მგონი სასტუმროში მოტყდა სასტავთან ერთად რა. აუ მაგარი კი და რო უთხრას რომ ოუ თინო ჩემი დედავალი მაგრა მომიტანს. ეს ურეკავდა სათხარო. და კაროჩე მომიტანს. ძალიან მაგარი. ოღონდ როგორ იცი ჯერ ძალიან მაგარი. არა, ჯერ წავიდა მოდულთან ტელეფონი დატოვა. ხო, მოდულთან რატო? მან დართქვეს რომ მოდულთან. არა. რო უთხრეს რომ ამოიღეთო საიდან ლოკაციაო და არ ვიცი ალბათ მოდულთან იყვნენო მოდულში წაიყვანესო ტელეფონის ის არ ჩანს ფიქცებულებები არ არის კარგი კოდიკო მაგრა გაერთო მაგრა იგულავა მაგრამეს და პროსტა მე რა უნდა ეთქვა სვეჟი აპრაუდანია იპოვა ცოლთან რა რომ მე არა კაც ვარ რა იგულავე გამიტაცესო რა ამან უთხრა არ მჯერაო როგორ არ მჯერა აი ვიდეოს ეხა დეპენო აი ვალერა გელბახიანი არის საინტერესო პირი ვალერა
ეგრე ნუ არ არის დამიჯერეთ ყველა გეხვეწებით თანაც ყველას ნუ აჭერიებ თავს ასე აი როგორ არის არ მინდა ქილიკურად გამომივიდეს მაგრამ ლომი იმედი მაქვს რომ ოპოზიციის ლიდერი ლომი უნდა იყოს და ეს ლომი ცხარი არ უნდა აღმოჩნდეს ლომის კრუქში ცხარი არ უნდა აღმოჩნდეს ლომი უნდა იყოს ლომი მიგაი რატო იცი დღეს ახლა ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადადგა ხაზარაძემას და რაინდული ნაბიჯი გადადგა ნუ არ მეშინია თქვენ მიუხედავად იმისა რომ მილიონერი ვარ მიუხედავად იმისა რომ არ მაქვს არანაირი ფინანსური პრობლემა ხო და არ ვიბრძი იმის რომ ფინანსურად მოძლიერდე აბატონო გიგაჩემდე მოდივარ ციხეს აი ეს არის არჩევანა გააკეთო სწორად ეს არის ჭეშმარიტება ანუ ამ გზით ხაზარაძეს უპოვია ჭეშმარიტების გზა ხედავ ხაზარაძე ხო რა გააკეთა ანუ თავსო ნუ აჭერინებთო და ის ორთივზე თქვა რომელსაც იმინა თავი დააჭერინის არა ნუ შეუძლებელი არა მე რა მაინტერესებს რომ ხაზარაძე ისე შევიდა ციხეში რომ არ დაიბარა უნდა მიიღოს პარტიამ თავის მარჩენებში მონაწილეობა თუ არა ჩოტკარ დაიბარა მანამდე ხო ქონდა დაბარებული რომ უნდა მიიღოთ და რა ეხლა ბიჭო რაღაცნაირად გააგებინეთ რომ ქართულ ხალხის დიდ ნაწილს და ხელისუფლებას მაგრად ფეხებზე კიდია ეს დისკრედიტებული ოპოზიცია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას აი მაგრად აი საერთოდ არ აღებებს ექსაქტ ან მიიღებს ან არა ორივე შემთხვევაში კრახისთვის არის განწირული სასტავი მეგობრებო თუ ადენებთ თვალყურს ჰააგაში მიმდინარე სამი სადაც ჩვენ არ ვართ გასაგებია რომ არც უნდა ვიყოთ იმიტომ რომ ელოდები პასუხს მაყურებლისგან არა მაგარი ამბავი მოხდა ზელენსკიმ ჩაიცვა კოსტუმი კი მაგაზე იმ Fox News-ზე იყავდა ეს რომ ფულის სათხოვნელად მოვიდა და კი და იცის რომ შანსები შეიძლება გაეზარდოსო დასაწყოზე რომ შეჯიშოს აღარ მიიღებს ხო და გამოიწკიფა პირველად სხვა შორს ამ მთელი პერიოდში პირველად ეს არის ტრამპის გატისკომ ეს სვეჟად იმო ხო ოღონდ ტრამპმა უპასუხა რომ რა ვიცი აბა ლაშას მამა გარდაიცვალა მოგვიანებით და მოგვიანებით ნახავთ იმიტომ რომ ზელენსკის უნდა რაკეტები მაგრამ ისრაელსაც უნდა რაკეტები ზოგადად კიდევ ერთხელ მიაქციეთ ყურადღება რა მაგარი კომედია, ტრაგიკომედია შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ხალხის დაიღუპა ზოგიერთი ირანსა და ისრაელს და ამერიკას შორის. ანუ ესე კარგია რომ ესე ამ ეტაპზე ესე დასრულდა, თუმცა ხა დასრულდა თუ არა ეს არავინ არ იცის, მაგრამ უშუალო საფრთხე ხლა აი ხვალ რომ რაღაც მოხდება, ისეთ რაღაც არ ხდება, მაგრამ აი მაინც კარგია რომ ტრამპი ხელით მართავდა ხელით ყველაფერს. მაგრამ რა თქმა უნდა, ცუდი ის არის რომ უკრაინა რუსეთის ომში ისე ვიღუპებიან მშვიდობიანი მოსახლეები და ეს მისახედია. ნებისმიერ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ღირსმადლობას ვწირავთ რომ ჩვენთან ესე არის. და კიდევ ერთხელ ვამბობ რა ქართულ ოცნებას მოუწოდებთ, ჯერ ესეთ მოუწონებ ამ საქციელს დაანოსდა დღეს ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან ფსიქოტროპულ ნივთიერების უკანონო მიმოქცევასთან ბრძოლა და ესეც ძალიან კარგია და მოუწოდებ რომ აი ამ ვირიშვილებს აგენტებს და მეხუთე კოლონის წევრებს, რომელსაც აქვს დაფინანსება უცხოეთიდან ჯერ კიდევ და რომელიც უგრებენ სიტუაციას, კანონის სახელით ყველას გაუსწორდეს. ახლა მეტი რა უნდა გაუსწორდეს ვიტყვის, მაგრამ უცხოეთად ყველა. კარგი, დიდი მადლობა მეგობრებო, ჩვენ თქვენს ხვალ შევხვდებით. კარგად გძანდებოდეთ.